მოკლედ აღარ იკმარეს ლიბერასტებმა რომ წავენ კუბოებს ქრისტეს გამოსახულებით თავს ესხმიან შორიდან ჩვენს ეკლესიას, თავს ესხმიან ჩვენს სახელმწიფო ღირებულებებს, ჩვენს ფასეულობებს, ეს ყველაფერი არ იკმარეს და ახლა, როდესაც ვაკეში ჭავჭავაძეზე მოაწყეს ეგრეთ წოდებული კომუნისტების მარში, გააკეთეს ისეთი დონის პროვოკაცია, მამა შალვას მისამართით და მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის მისამართით. რისი დაგმობა უკვე ხა არ ვიცი თქვენ რებს გმობთ და რებს არა, მაგრამ მე პირადად არ შემიძლია. მე ხა განახებთ ვიდეოს, საიდან დაიწყო პროვოკაცია, როდესაც ეს კომუნისტების შიგევროპელების მარში ხორციელდებოდა ჭავჭავაძეზე და დეტალურად აგიხსნით ყველაფერს. რა შედეგებს გამოიყებს ეს ყოველივე და რანაირად უნდა ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით ასეთ მძიმე წუთებში. მაგრამ ეხლა სანამ გადავალ მე ამ თავიდან ბოლომდე ყველაფრის ანალიზზე, მეგობრებო, მე მინდა მოგიწოდოთ ჩემი მეგობრის წიგნი. ეს არის კომუნიკაცია და გავლენა, რომელიც არის უპრეცედენტო რამ, ანუ ეს წიგნი შექმნილია ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის მიერ, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ ურთიერთობებსა თუ სხვადასხვა საკითხებში. წიგნში მოცემულია კომუნიკაციისა და გავლენის მოპოვების მძლავრი ტექნიკები. თითოეული ტექნიკა დამუშავებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა მყისიერად შეგიძლიათ. ეს წიგნი მოგცემთ ახალ ხედვებს და ძლიერ გავლენას მოახდენს თქვენს ურთიერთობებზე და ამ მეთოდებზე. წიგნის ლინკი აღწერაში ამითითებული, Facebook-ზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და შეიძინოთ, მეგობრებო. ახლა რაც შეეხება მამა შალვაზე თავდასხმას. მოდი ახლა ჩვენ სანამ ამ ყველაფერს განვიხილავთ, მანამდე მინდა შესავალი გავაკეთო ასეთი, რომ მამა შალვა არის ჩემი ოჯახის ახლობელი, ვარ კიდევაც ნავყოფი სამეგრელოში, მის სოფელში, ძალიან დიდ პატივს ანუ ძალიან მიყვარს, ძალიან აი ვიდეოს ისიც რომ ნახოთ ხო 2 მილიონმა, 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე ნახა მამა შალვას ვიდეო მიმართვა, სადაც ის გმობდა ეკლესიაზე თავდასხმა, სადაც ის მოუწოდებდა ქართველებს გაერთიანებაზე და ანუ ადამიანები, როდესაც მარშით შიგევროპელები მიდიოდნენ ჭავჭავაძეზე და გადაკეტეს, სულ რაღაც 500 კაცი იყო მეტი არა, წამოვიდა ასეთი სახის შეძახილები, რომ თქვენ რუსეთის მონებო, თქვენ ეკლესიის გამყიდველებო და რაღაც მსგავსი შეურაცხყოფელი შინაარსისტები, რის გამოც გამოიწვია რომ ანუ მამაო გამოვიდა ტაძრიდან, ასევე სასულიერო პირები, ხალხი მრევლი რა თქმა უნდა და დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება ერთმანეთში. ანუ სიტყვიერი დაპირისპირება ვისგან დაიწყო? ეს ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს. შემდგომ პირდაპირ მივიდნენ ჟურნალისტები მოურიდებლად და მამაოს ანუ მიმართავენ იმით რომ ხართ ანუ კუბო რომელიც დაიწვა რუსთაველზეო, მანდო ვიღაც ჩინური მითოლოგიის ის არისო, წარმოდგენილიო. თქვენ ატყუებთო ხალხს, ამაზე ვიდეო უკვე მე ჩავწერე და მე დავამტკიცე რომ ეს არის ეხა ჩინეთიდან გამოიწერეს, იაპონიიდან თუ სამხრეთ კორეიდან, ეს არავის არ გვაინტერესებს. ფაქტი ის არის რომ გამოსახული კუბოზე პროფილში რომელსაც ეკლიანი გვირგვინი უკეთი არის იესო ქრისტე და ეს არის რელიგიური სიმბოლიკა. რაზედაც დაუწყეს ამ მამაოს, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ანუ თავდასხმა მორალური შეურაცხყოფა, რავი, ფიზიკურს აღარაფერი აღარ უკლდა, მაგრამ ეს ადამიანები ხვალზე უკვე ფიზიკურადაც იძალადებენ სასულიერო პირებზე. ეხა უყურე მე რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მეგობრებო, ეს შემთხვევა თავისი სიმძიმით არის ტოლი როდესაც კომუნისტებმა დაიწყეს კომუნისტები მოვიდნენ საქართველოში და ოკუპაცია მოახდინეს ჩვენი მიწების და დაიწყო წმინდა სალოცავების, ეკლესიების ნგრევა, შეურაცხყოფა, ათეიზმის რელიგიად გამოცხადება, მარქსის, ენგელსისა და ლენინის, რავი, თითქმის ღმერთად გამოცხადება, ხო? ანუ დაახლოებით, ანუ შიგევროპული ნარატივი, რომელიც არის ნეოკომუნიზმი, ანუ მათთვის განსხვავებული აზრი უბრალოდ არ არსებობს. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობენ მორალურად ადამიანზე, რომლებიც არ ერიდებიან ბრალდებების, უსაფუძვლო ბრალდებების საყენებას ადამიანზე, დემაგოგობენ თავიდან ბოლომდე, გამოხატავენ ასევე ფიზიკურ და მენტალურ ძალადობას ადამიანზე და მერე, როდესაც საპირისპირო უბრუნდებათ, გაიგე? ანუ მერე გეუნებიან, რომ ნუ ძალადობთ ჩვენზე, ეგრევე ტანჯულის მანტიას იცმევენ. მე წინაზე ვთქვი, მე არ ვგმობ უკვე არანაირ ძალადობას. მე აღარ ვგმობ ესეთ რამეს, რადგანაც მათ თუ გააგრძელეს ჩვენ წმინდა სალოცავებზე, ეკლესიებზე, ჩვენს ღირებულებებზე, ფასეულობებზე და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მთავრობა ძლიერად არ დადგა და ეს პროცესები, რაც ახლა ქუჩებშია, თბილისის მასშტაბით და გამოიჩინა ის ხასიათი,
რომ მათ გააგრძელეს თავდასხმა ჩვენს ეკლესიებზე, სასულიერო პირებზე. ანუ თქვენ გონიათ ქართველი ხალხს ამ დროს ზინავს? და თქვენ გონიათ ეს ქართველი ხალხი ეს ტელევიზიიდან დააკვირდება და მხოლოდ წუხარებას გამოთქვავს? როგორ გეკადრებათ ერთი რა? აი როგორ გეკადრებათ რომ ჩვენი წინაპრები ყვდებოდნენ 100,000 მოწამის ქვეყანა ვართ. ყვდებოდნენ ამის გამო. ულევი ადამიანი ყავს ასეთი, ულევი ადამიანი არაბების შემოსევებიდან დღემდე ქართველები თავს წირავდნენ ქრისტიანობის გამო და ამ დროს ვიღაც შიგ ევროპელი კომუნისტი გამოდის ქუჩაში, გვაგინებს, გლანძღავს, გვიწოდებს რუსეთის მონებს. თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოლილი დასავლური ნარატივით, თითქოს ოდესაც ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ღირებულები გვადარდეს, ამ დროს რუსეთის მონები ჩვენ გამოდივარ და ეს ხალხი, ბიჭო, რომლებიც იატაკქვეშა დისიდენტურ მოძრაობას ეწევიან ახლა, მოხალატე სალომე ზურაბიშვილთან ერთად ტექნიკური მთავრობების იდეა შემოახვდა, კონსტიტუციას უპირისპირდებიან და ამერიკის ელჩის დაქვემდებარებაში იღებენ დირექტივებსა და ნარატივებს, ესენი მე და თქვენ გვეძახიან რუსეთის მონებსა და ეკლესიის წრეებს. მე კიდევ ერთხელ მე არ ვარ არც ერთი პარტიის წარმომადგენელი, საერთოდ. რა ვერავინ ვერ დამიმტკიცებს ახლა, არ ვიცი რა თეორიები გაქვთ, რა ეჭვები გაქვთ. მე რახან სიმართლის მხარეს ვდგავარ ახლა. და ბიძინა ივანიშვილი არის სიმართლის მხარეს, ეს არ ნიშნავს, რომ არც ქართული ოცნების წევრი ვარ. საერთოდ შეგიძლიათ გადამოწმოთ, მე არ მეშინია არანაირი გამჭირვალობის საერთოდ. ანუ რაც უნდათ ის გადამიმოწმონ და თუ უსაფუძვლო ბრალდებები გაგრძელება, რომ აი შენ ხარ ბიძინას აგენტი, შენ ხარ იმის აგენტი, მე შემიძლია ვთქვა მაგ ადამიანებს, რომ ისინი არიან გეები და ღამე კაცები აყავთ სახლში. ამიტომ ამ უსაფუძვლო ნარატივებისა და უსაფუძვლო მესიჯ ბოქსების რახან ჩემი ქვეყნის ინტერესები მადარდებს და რახან ქართული ხალხის ღირებულებსა და ფასეულობებს მე ვიცავ ჩემი პლატფორმით, ხო? და ეს ყველაფერი თუ ახურდავებენ იმით, რომ მე ვიღაცის ინტერესებს ვემსახურები, ერთადერთი მე ვის ინტერესებსაც ვემსახურები, ეს არის უფალი იესო ქრისტე. ასე იყო ყოველთვის, ასე იყო 1 წლის წინ, 2 წლის წინ, შეგიძლიათ მთელი ჩემი არხის კონტენტი, ჩემი მთელი ფილოსოფია, მთელი ჩემი დისკოგრაფია ამაზე მეტყველებს. და აი ხა ვინმეს თუ აქვს კომპრომატი ჩემ წინააღმდეგ, რომ მე ფულს ვიღებ, მე მირიცხავ, მე ხო არ მეშინიაც, მე ხო არ ვარ შიგ ევროპელი ვიჩიშარა ადამიანი, რომ გამჭირვალობის მეშინოდეს. ჩემი ჩარიცხები შეულიათ ნახონ, ჩემი ამონაწერები ყველაფერში თავისუფლები არიან. ჩემ მხარეს სიმართლეა, მე ვიცი რომ მართალი ვარ. გამიგეთ? ანუ ეს უსაფუძვლო ბრალდებები რამდენიც უნდა იმდენი აგრძელონ. მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ ხა. მე ვთქვი, მე არც ერთი პარტიის წარმოადგენელი არ ვარ. მაგრამ თუ ეს მთავრობა ვერ დადგება ძლიერად და თუ ვერ გააკონტროლებს აი ამ ბარბაროსებს და მათ თარეშს თბილისის ქუჩებში და თავდასხმას ჩვენ სასულიერო პირებსა და ტაძრებზე და სალოცავებზე, ქართული ხალხი აიღებს პასუხისგებლობას რა. ქართული ხალხი ის ხალხი, ბიჭო, ისტორიაში რო კვდებოდნენ, რისთვის კვდებოდნენ გეკითხებით? რომ ამ დროს ვიღაც შიგ ევროპელზე გამოვიდეს, იქ რაღაცა, იქ დღეს მამაოს მიუვარდა, ხვალ ტაძარს მიაყენებს შეურაცხყოფაზე, ხატს დალეწავს, მასე გრავი მოლოტოვის კოქტეილს ესვრის და ანუ ეს უნდა დავდგეთ ხა ჩვენ და უყუროთ უმცირესობის დიქტატურა როგორ ვლინდება თბილისის ქუჩებში და ეს ბარბაროსობა? არა, კითხვა ხო ლეგიტიმურია. ანუ ხო გასაგები მარტივი ენით საუბრობ. მე კუბოში ვინიდო, მე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს რა იყო გამოსახული. მანდ იყო ქრისტე გამოსახული. ეს ბრმები არ ვარ, შეიძლება გვაშტერებენ, შეიძლება გვაბოლებენ, მაგრამ ბრმები ნამდვილად არ ვართ. უნდა შეწყდეს ქართულ წმინდა მართლმადიდებლურ სარწმუნოების სიმბოლოებზე, სასულიერო პირებზე და ეკლესიებზე, როგორც ფიზიკური, ისევე ყველანაირი სახის შეურაცხყოფა. თავრობა უნდა დადგეს ძლიერად. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ გამოიწვიოს ამ ყველაფერმა აბსოლუტურად დესტრუქციული პროცესები საქართველოში. ჩვენ ვართ 100,000 მოწამის ქვეყანა, ჩვენ ვართ უამრავი ჰაგიოგრაფიისა და წმინდა მოწამეთა ქვეყანა, ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც მეფეები მიდიოდნენ უცხოეთში, რომ საკუთარი თავი გაეწირათ, რათა სამშობლო გადაერჩინათ. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომ მღვდლები წირავდნენ თავს იმისათვის, რომ გადაერჩინათ საქართველო, თევდორე ღვთლის ამბავი. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ყავს მილიონობით გმირი, რომლებმაც სარწმუნოება შეწირეს თავი და ამ დროს მე თქვენ მეუნებით ესეთ რამეს, რომ მე უნდა ვიყო ესე მშვიდად, დავგმო თურმე ის ზალადობები რეების ხდება და ამ დროს მე თავზე მაფურთხონ, წმინდა სალოცავებს ესე სუდად შეეხონ, სასულიერო პირებზე მორალურად იძალადონ, ეს შემთხვევით კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ თავრობას, აი პირველად ხო, თავრობას, აი პირდაპირ საქართველოს თავრობას მიმართავ, რომ მიიღოს ყველა ღონე, რომ ეს ბარბაროსობა,
ეს ეკლესიებზე თავდასხმა, ეს ჩვენ წმინდა სალოცავებზე და სასულიეროებზე თავდასხმა გააჩეროს, თორე მერე ამ ყველაფერს რა მოყვება. თუ ეს დინამიკური და სისტემატიური პროცესი მიიღო, ქართველი ხალხის გარა მოყვება. კაცო, ჩემგან კი არა, ქართველი ხალხის გარა რა მოყვება. ამას ხო? ამას ვერც მე გავაკონტროლებ, ვერც თქვენ ვერ გააკონტროლებ და საერთოდ ვერავინ ვერ გააკონტროლებს დედამიწის ზურგზე. მე არ მინდა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ყველაფერმა მიიღო ძალიან ცუდი ფორმები. მე არ მინდა, მე მთელი ამ პროცესები რაც დაიწყო საქართველოში, ხო, მაქსიმალურად ვცდილობ არა სამოქალაქო ომს, არა ძალადობას, გამოვდივარ და ორივე აქციაზე მონაწილეებს ყოფებსაც ვაძლევ დარიგებებს, რომ დაგმონ ესეთი პროცესები, ასევე ჩემ ხარესაც ვაწყნარებ, რომ არ მივიღოთ და არ გადავეშოთ 90-იან წლებში, როდესაც ჩვენ მივიღეთ სამოქალაქო დაპირისპირება და რა შედეგებიც მოგვიტანა, ეს თელმა საქართველოს დღემდე ვიმკით, ხო ამ ყველაფერს. მე მაქსიმალურად არ მინდა ეს ყველაფერი მოხდეს. მაგრამ თუ გაგრძელდება ეს პროცესები და თუ ამას სისტემატიური ხასიათი ექნება და ქუჩაში ქრისტიანების ლანძღვა, ჩვეულებრივი მოვლენა გახდება, წმინდა სალოცავებზე თავდასხმა, ქრისტიანული სიმბოლოების შეურაცხყოფა, ხო? ამას ვერც ნიკა მჟავანაძე გააკონტროლებს, ვერც უცხო, ვერც თქვენ და საერთოდ ვერავინ. ან ეხა იდგება მთავრობა მაგრად, ან სხვა შემთხვევაში ძალიან ცუდი რაღაცები მოხდება. მე არ მინდა კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ მინდა და ეს არ არის ჩემი სურვილი. მაგრამ რეებიც ხდება და რეებიც ხორციელდება, ეს არის ყოვლად აღმაშფოთებელი, ეს არის ყოვლად გაუგონებელი და თავისი სიმძიმით უტოლდება კომუნისტების მიერ ნაძარცს შეურაცხყოფილ და განადგურებულ ეკლესიურ სიმბოლოებს. მაშინაც ასე დაიწყო, პირდაპირ არავინ არ შევარდლინა და იერარქიის საცავები იქ არავის დაუდგა, თავიდან ასე იყო, მამაოები გამოყავდათ გარეთ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, მერე ფიზიკურად ძალადობდნენ, მერე ხრეტდნენ და მერე გადასახლება და თელი უბედურებები. და თქვენ რა გინდათ, რომ ამ ქვეყანაში რომელიც შვილი ვიტყავს გაზრდილი ქრისტიანობას, შვილი ვიტყავს გაზრდილი საქართველო, რომ ჩვენ ეს ყველაფერი დღის წესრიგა და როგორც ნორმა ისე მივიღოთ, ნურას უკაცრავად. არავის არ მივცემთ ჩვენ ქრისტიანულ სიმბოლოებზე თავდასხმას. ქართველი ხალხი და მე, ჩვენ აპარტიულები ვართ. ჩვენ არც ერთ ჩვენ ვართ ღმერთის სამსახურში. ასე იყო ყოველთვის. მე კიდევ ერთხელ მიმოვიდა, რაც უნდათ ის მიმოწმო, კაცო. ეხა ბიძინავ ჩამირიცხა იმეჯი, რაც უნდათ, მე ხო, მაგათ ხო ეშინიათ გამჭირვალობის, კაცო. ისინი ხო ქუჩაში როგორ ჩემი თანხები გამოჯ მე არაფრის არ მეშინია საერთოდ. ამონაწერებიც ამოიღონ, არქივებიც ნახონ, კომპრომატები რაც უნდა ისა წარმოაჩენ. მე ვიცი რომ მართალი ვარ კაცო. მე ვიცი რომ ღვთის წინაშე და ქართული ხალხის წინაშე ვარ მართალი. მე არც ქვეყანა არასდროს გამიყიდია. არც სამშობლოს გავყიდი არასოდეს. მე ვემსახურები მხოლოდ ღმერთის ინტერესებს. თუ ღმერთის ინტერესების ხარეს იდგება ბიძინა, პეტრე, პავლე, ვინც გინა ის იყოს, მე ვიქრე იმის ხარეს. ვინც ქრისტეს საპირისპიროდ იდგება და მის საწინააღმდეგოდ, მე ყოველთვის დაუპირისპირდები მას. ეს არის მე როგორც რიგითი ქრისტიანი ადამიანის პოზიცია. და არა როგორც იუთუბერის და არა როგორც მაგალითად 128,000-იანი კაცის იმას რა ქვია, კონტენტ მეიკერს. ეს სხვა პოზიცია აბსოლუტურად. ეს ყოველად აღმაშფოთებელი რამ არის, რაც ჩვენ ვნახეთ. და არ მინდა ამ ყველაფერმა მიიღოს სისტემატიური ხასიათი. ამ მთავრობა დადგება ძლიერად, ან ამ ყველაფერს მოყვება შესაბამისი შედეგები. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ მინდა, არავის არ გვინდა, იმიტომ რომ ეს არის საშინელება, ეს არის უბედურება, მაქსიმალურად უნდა გავანეიტრალოთ ახლა ჩვენ სიტუაცია, მაქსიმალურად ჩავაცხრაოთ ორივე მხარე. ეს არის უკანასკნელი კუდის მოქნება deep state-ის საქართველოში და მათი მონების, რომლებიც ემსახურებიან სალომე ზურაბიშვილის თამადობით საქართველოს ინტერესების გაყიდვას. რათა საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება მიიღონ და ამის ფონზე რუსეთი შემოვიდეს საქართველოში და გააკეთოს ოკუპაცია და მე რა ყველაფერიც მოყვება, ეს ძალიან კარგად ვიცით უკვე, ნანახი კინოა. ეს ჩვენთვის ახალი არ არის. მოკლედ, ბოდის ვიხდი ესეთი პათოსისთვის, ბოდის უკვე ვეღარ მოვიხდი უკვე პრინციპში, იმიტომ რომ მე თქვენს ჩემი გამომწერების ინტერესებს ვაშხერებ აქ. მე ვიცი თქვენ რაც გაწუხებთ ახლა. ზოგს პლატფორმა არ გაქვთ. ზოგს მაგალითად საჯაროდ გამოჩენი შიში გაქვთ იმ კუთხით ლეგიტიმური შიში რა თქმა უნდა, ეს ზოგს ოჯახი ყავთ, შვილი მესმის ძმაო. მე ყველასი რომ ესმის და მე ყველას გვერდში რომ ვდგავარ და მე ყველას ინტერესებს ვემსახურები, აქედან გამომდინარე, მე თქვენ ინტერესებს მე ვაშხერებ. თქვენ ინტერესებს მე ვიცავ. და ასე ვაკეთებდი და ასე გავაკეთებ ყოველთვის. ჯერჯერობით ეს არის ჩემი მთავარი იარაღი, იმიტომ რომ ეს ძალიან მძლავრი იარაღია, ეს მიკროფონი და ეს პლატფორმა და ჩემი მეორე არხი ასევე პოდკასტები და სოციალური ქსელები, მაგრამ ჩვენ ამაზე არ დავთვალ. მოვა დრო, როდესაც საქართველოში ეროვნული მთავრობა მართლა მოვა, რომელიც აი ამ უბედურებებს საბოლოოდ აღკვეთავს საქართველოში.
აი ამის პირობას მე ჩემი ქვეყნისა და ჩემი ერის წინაშე ვდებ, რომ მოვა საქართველოში მთავრობა, მოვა ეროვნული ძალა, მოვა ნამდვილი ახალგაზრდა, ისეთი ახალგაზრდები კი არა, რომ გისაღებენ ახლა ვიღაცა გეი აქტივისტებს, ნამდვილი ქართული ახალგაზრდობა, მე ვიქნები მათი ლიდერი. აი ამის პირობას გაძლევთ. მე ცხოვრებაში უკან არასდროს არ დამიხევია. არასდროს უკან არ დამიხევია. არც არასდროს დავიხევ უკან. არც გამჭირვალობის მეშინია, არც სიმართლის მეშინია, არც ტყუის მეშინია და საერთოდ არაფრის არ მეშინია. მე ერთადერთი რისიც ამ ცხოვრებაში მეშინია ეს არის ღმერთი, რომ მის წინაშე ვარ პასუხისგებელი. და ბიბლიაში არსად არ წერია ესეთი რაღაც მაგალითად, რომ ვისაც ბევრი გამომწერი ყავსო, აი ის გარანტირებულია ყველაფერი. არა, პირიქით, რაც მეტი გეძლება ქრისტესგან და ღმერთისგან, მეტი მოგეთხოვება ასევე. მე რახან ღმერთმა ეს მომცა, ყველაფერი ღმერთის დამსახურება. მე მეტი პასუხისგებლობაც მაქვს, რომ გაუძღო ხალხს სწორად, სწორი ინფორმირება მოახდინო და სწორი გაერთიანება მოახდინო ჩემი ქვეყნის. მე არ მინდა ომი, მე არ მინდა დაპირისპირება, ეს ყოველად მიუღებელია, მაგრამ ამჟამინდელი მთავრობა უნდა დადგეს ძლიერად. თორე შეიძლება ამ ყველაფერს ძალიან ცუდი შედეგები მოყვეს. ეს არავინ არ იცის. მშვიდობა საქართველოს და მშვიდობა ჩვენს ამ მხარეს. ბევრი მტერია საქართველოში შიგნით, მათ შორის, ამიტომ ამ ძიმე წუთებში უნდა დადგეთ ძლიერად. მე მესმის, რომ ძალიან რთული პერიოდია, ახალ წლებს სხვანაირად ხვდებით, მაგრამ რა ვქნათ, ქართულობა ძალიან ძნელია ზოგადად. ამას გვასწავლიდნენ ჩვენი წინაპრები საკუთარი სისხლით და ჩვენ ეს ყველაფერი ღირსეულად უნდა დავიცოთ. აი ეს არის ჩემი მესიჯი და ჩემი განწყობა და ჩემი მიერ გაჟღერებული ის აზრი, რასაც ახლა თქვენ გონებაში ფიქრობთ. ღმერთი იყოს თქვენი ფარველი, ღმერთი იყოს საქართველოს ფარველი, მშვიდობა საქართველოს და რა თქმა უნდა ვისურვებ, რომ ყველაფერი კარგად იყოს. დროებით.